სრულიად სამარცხვინო კამპანიები ტელევიზორში. ერთ-ერთი გაბანდიტებული მეათე კლასელის მიერ ჩადენილი დანაშაულის გარშემო სამწუხარო ჩვენი საზოგადოების ერთი ვითომ ზედმეტაჭკვიანი ნაწილი დადგა ამის ხარდასაჭერად და გამოაცხადეს ლამის ეროვნულ გმირად. ჩვენ თითქოს ეროვნული გმირები ყავდა დავით აღმაშენებელი, 9 ძმა ხერხეულიძე და ვინმე ზერეკიძე, რომელიც ატერორებდა თბილისის ცენტრის რამდენიმე უბანს. მუხლებს მიყენებენ ყაჩაღობას, განზრახ მკვლელობის მცდელობას 19-109, 10-დან 20-მდე და სამუდამოსაც ითვალისწინებდა და ხულიგნობას. და ამ სამი ბრალდებით გამიშვეს ციხეში 14 წლის ასაკში. ხომ მქონდა მისჭილი 10 წელი და პაემნის უფლებები ხომ მეკუთვნოდა ოჯახთან, ხო? დედასთან და მამასთან კვირაში ერთხელ შემოდიოდნენ. ეს პაემნის უფლებაც შემიზღუდეს, არც მარეკინებდნენ სახში, ვეღარც ვნახულობდი ჩემშობლებს, მაქვს 10 წელი მოსჭილი და ვარ 15 წლის ქალბატონი. აი რა უნდა მექნა ციხეში, ავდექი და გადავიჭერი ხელებზე და მუცელზე მივიყენე თვითდაზიანება და მარტო ერთ გაკერვაზე, როდესაც გადავიჭერი, 36 ნაკერი დამადეს მუცელზე და ხელებზე. მედიკო ალანია მაშინ იყო ქალების და ბავშვების ციხის უფროსი, დღესაც კარგად არის და ღმერთმა კარგად ამყოფოს. მომსწრე არის 3 საათის განმავლობაში როგორ არ მკერავდნენ. რეზბაინციდან მოიყვანეს ექიმი და მედიკო ალანიასთან შემთხვევით იყო ბაჩო ახალაიას მოადგილე თავის საქმეს და ხა აქ ესეთი ამბავი რომ მოხდა გადმოვიდნენ ჩემთან, და არ გადავყავა რეზბაინცაზე. და მე რატო არ გადავესა? რატო გინდაო იქ? და მე უთხარი ჩემშობლებს ნახულობ თქო სახში ვეკავ თქო უფრო თავისუფლად დავდივარ თქო იქ შაკეტილი ვიყავი აქ ციხეში და იქ არ ვიყავი შაკეტილი. არა არ გადაგიყვან თო აქ უნდა გაიკერაო და საბოლოოდ ისე მოხდა რომ 3 საათის მერე გამიკერეს ეს ნაკერები და პაემნის უფლებას დაუშვეს. ამ ახალაიას მოადგილე მუთხრა მედიკოს რომ ანახეო კვირაში ერთხელ და დაჟეო შეყვარებულის თუ ყავსო ერთხელ და შეყვარებული არ მინახავს და რამე შეყვარებულებოდა. ერთ-ერთ პაემაზე როდესაც დედა შემოვიდა მითხრა რომ დაჭერილმა მამამ თხოვა რომ გამოცდებზე გავსულიყავი მაინც და ჩამებარებინა და შეუსრულე ეს თხოვნა მამაჩემს და გავედი გამოცდაზე, ერთი კვირა მოემზადე, მსგავსი ტესტებს ვაკეთებდი, რაც გამოცდაზე უნდა შემხედროდა და მართლა არ ვიცი როგორ ჩავაბარე, მაგრამ მადლობა ღმერთს, ძალიან მინდოდა ჩამებარებინა. საშუალო ქულები ავიღე ყველა გამოცდაში, 4-ვე გამოცდაში და პირობა იყო ასეთი, რომ ვინც ჩააბარებს, ყველას გაუშვებთ. და იმის მაგივრად, რომ გარეთ გამოვეში სტუდენტი პატიმარი გადამიყვანეს ქსნის დაწესებულებაში და ყველაზე მაგრად მაშინ მცემეს, რაც კი ნაცემი რომ ჩემშობლებს უთხრეს რომ საჩივარი გამოიტანეთ და გიორგის გამოუშვებთო, გავაგზავნე წერილიო სტრასბურგში ჩემი ხელმოწერით რომ საქმეს ვითხოვთ იქიდან. არა, ეს არ არის საკმარისი, უნდა წახვიდეთ. წავიდნენ ჩემი მშობლები, დედაჩემი და მამაჩემი, მაგრამ სტრასბურგიდან დაბრუნებულებს დედაჩემს და მამაჩემს, როცა გამოიარეს 2 აეროპორტი, დედაჩემის ხელჩანთაში ნახულობენ ძალიან ბევრ ნარკოტიკებს. რაზეც მამაჩემი თავის თავზე იღებს ამ მოგონილ ბრალდებას და უშჯიან 2 სამუდამო პატიმრობას. აგვისტოს მამაჩემი რუსთავის მე-6 დაწესებულებაში ნახულობენ გარდაცვალს. ციხეში მომიწია 6 წელი 11 თვე და 1 კვირის გატარება. ნახევარი თუ არა ნახევარი საქართველოს იჯდა ციხეში და ციხეში ვიყავი თქო ცუდი იყო ძალიან, მაგრამ გაცილებით ცუდია იმის ფაქტი, რომ მე დღეს მამა აღარ მყავს და 57 წლის კაცი, რომელიც ჯანღონით სავსე იყო, ციხის ტუალეტში გაგუდეს სრული პასუხისმგებლობით ვიზახი ქალბატონ თეა და კომისიის წევრებო, რომ მე ერთი წამით რომ მქონდეს იმის ეჭვი, რომ მამაჩემს დენმა დაარტყა და არც მე არ მინდა იმ ჯვარი თვია რომ მთელი ცხოვრება რომ ვიღაცა მამა მომიკლა მე. აი ერთი წამით რომ მე ეჭვი მეპარებოდეს იმაში, რომ როგორც მამაჩემი ტუალეტში დაგდებულიყავთ, რომ მას დენმა დაარტყა, მე დღეს აქ არ ვიქნებოდი და ჩემი 7 წელიც არაფერი არაა ციხეში ნაშდომი, იმასთან შედარებით მე რომ მამას ოცხალე მყოლოდა რა. ნეტავ ვივამეთში მყოფი ჩვენი მუმია თუ უყურებს აი ამ თქვენს მონოლოგს თუ უსმენს, რა საინტერესოა?